პეტრეცაავა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა ხდება დოროთე ყურაშვილის გარშემო? როგორ ფიქრობთ, რისთვის ისჯება ის და რას გვაჩვენებს აი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ? მოგესალმებით თამარ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს ბარბარობა და გილოცავთ. წმინდა ბარბარეს მეოხებით ღმერთმა გვიკურთხოს ფეხბედნიერი დამდეგიშობა ახალი წელი, განსაკუთრებულად მინდა რეჟიმის პატიმრებს, პოლიტპატიმრებს ყველას მხნეობა უსურვო და ბედნიერების თავისუფლების ზეიმის შობა ახალი წელი ძალიან მნიშვნელოვანია და გამძლეობა, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, ახალი არაფერი არ ხდება. პირველად საჯარო სივრცეში ხმა აღვიმაღლეთ და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი. ეს იყო ზუსტად ეს პერიოდი 2016 წლის დეკემბრის ბოლო სინოდის ხდომის წინ, როდესაც თქვი რომ ეკლესიაში რა თქმა უნდა არის პრობლემებიც, რაღაც სამღვდელოების ერთი ჯგუფი მეორეზე დაპირისპირებული ერეტიკოსებად მოიხსენიებდნენ, იქ გამოხდა ქორეპისკოპოსი მაშინ იაკობი და თქვა რომ რაღაც პატრიარქის წინააღმდეგარი ბრძოლა დაწყებული და ჩვენ დავიცავ ჩვენს პატრიარქს, იქ ვიღაცა გაილახა, მოიტყება რაღაც ისეთი სისულელეები და უკვე მეტის მოთმენა შეუძლებელი იყო და თქვი რომ რა თქმა უნდა ეკლესიაში არის პრობლემები, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ჭრილოვანი მართლობა, კანონიკური სამართლის ფაქტიურად არ არსებობა, საეკლესიო სასამართლოს არ არსებობა და ქალის გადაჭარბებული ძალაუფლების გემახსოვრებად. ეს პირველი ისეთი ხმამაღალი განცხადება იყო. მე რამდენჯერმე იგივე სააპელაციო წერილში გვაქვს ნახსენები და მიმართავს სინოდს და ამ წრუ პატრიარქს რომ ესე იგი თუ ჯულის კანონს არ დაიცავთ და თუ ეკლესია კანონიკურად არ იქნება მართული და ფეხქვეშ იქნება ჯულის კანონი გათელილი და საეკლესიო სამართალი და ზოგადად სამართალი და ქრისტიანული მორალი, მაშინ ესე იგი პასალი დიდი სიტყვებია რომ სრულ აურეულობამდე მიიყვანს ამ ყველაფერს. ანუ აქეთკენ მიყავს. უფრო მეტიც გავიხსენებდი, როდესაც მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად საპატრიარქოში 2019 წლის ბოლოს ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ მივედით და ვითხოვდით პატრიარქთან შეხვედრას, რათა ჩვენი გულის ტკივილი კიდევ ერთხელ გვემსჯელა და გვეთქვა მათ შორის ეპარქიაში რაც საზღვრობები ხდებოდა, ჭყონდიდში ეს აისახებოდა და ამის სახე წაყროება არაფრით არ შეიძლებოდა. მაშინ აღარ მოხდეს ამის საშუალება და გარედან მისე მიმართე, რა თქმა უნდა, ესმოდა და ეს ჩანაწერებიც არის. თქვენ მეთქი ამბობდით რაღაც მღვდლის თითქოს სიტყვებია, როდესაც გახდა პატრიარქი, რომ მან სუდარა გადაფარებული, ანუ თითქოს მკვდარი, ცოცხალმკვდარი ეკლესია ჩაიბარა და ესე გააცოცხლა და ესე ცალკე თემა ამ საბჭოთა მეთოდებით როგორ გააცოცხლა და მთავარი ფუნდამენტი მართლმადიდებლობა ფაქტიურად და სახარებისეული რწმენა გამოაცალა, ანუ ქრისტე ჩვენ უნდა გვწამდეს სახარებისეული ჯვარცმული ქრისტე და არა დაუშვათ რაღაცა ძალაუფლების ღმერთი და ფულის და გავლენების და ასე შემდეგ სიცრუის ღმერთი კი არ უნდა გვწამდეს, არამედ ჯვარცმული ქრისტე, რომელსაც ეს წუთისოფელი უარყო და პატივს და ძალაუფლებას არ უნდა ვაკერპებდეთ. და თქვი რომ იქით მიდის საქმე, რომ თუ გონზე არ მოხვალთ და არ ამოქმედება რჯულის კანონი და საეკლესიო სამართალი, მაშინ ესე იგი სუდარა გადაფარებულს დატოვებთ თქვენ ეკლესიას თქო. და აი ზუსტად იქით მიდის, იქამდე მივდივართ, რომ ეს კაცი ყველაფერს აკეთებს. ფაქტია, რომ მხოლოდ მისი ძალაუფლება და სიკვდილამდე რაღაც ეს პატივი პატრიარქობისა, დანარჩენი უბრალოდ სირცხული ახლა ნებისმიერ კათოლიკურ სამყაროში ავიღოთ, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ სამყაროში, თუ ნებისმიერ ალბათ რელიგიურ ორგანიზაციაში მსგავს მდგომარეობაში, მსგავსი უნარო ადამიანი, რომ სინოდი 2 წელია რჯულის კანონი გვავალდებულებს, რომ წელიწადში 2ჯერ გაიმართოს სინოდის ხდომა, რომელსაც ასევე აქვს მითვისებული საეკლესიო სასამართლოს ფუნქციები. აი წარმოიდგინეთ, რომ საერო თვალსაზრისით დაუშვათ პარლამენტის ხდომა, მთავრობის ხდომა და სასამართლოს ხდომები რო არ იმართებოდეს 2 წლის განმავლობაში და რაღაც ბანდა რაღაც გადაწყვეტილებებს ღებულობდეს, ვიღაცას სჯიდეს, ვიღაცას სცემდეს, ვიღაცას ატყუებდეს. დაახლოებით ამ მდგომარეობაში ვართ. 2 წელია და მთავარი საგანგაშო მდგომარეობა, რომ სინოდი ფაქტიურად არ იმართება, ანუ ამ ადამიანს არ შეუძლია სინოდის მართვა. ეს ბოლო 2023 წელი იყო, ისიც რაღაც 15 წუთით მე რაღაც პაუზა გაკეთდა და გასაგებია კულუარებში გამოვიდა ინფორმაცია თუ რა, ესე იგი ამბავთან მქონდა საქმე და მას შემდეგ სინოდი არ გამართულა. ანუ საზიზღრობა მართლმადიდებლობასთან აბსოლუტურად არანაირი რჯულის კანონთან, საეკლესიო სწავლებასთან არა, ფეხქვეშ არის გათელილი. მე მაშინ ორჯერ კიდე როცა ჭყონდიდში ვიყავი და
2018-ის იყო პრეცედენტი, რომ ესე იგი მიიღო გადაწყვეტილება სინოდმა 2017-ში, რომ ციანიდის საქმეში სამივე ინსტანციის შემდეგ შეიქმნებოდა ეგრეთ წოდებული საეპარქიო სინოდალური კომისია, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისით შეისწავლიდა დაუშვათ ამ მოვლენებს. მე მოვითხოვე, რომ უკვე სამივე 2018-ში დამთავრდა იქ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე გადადგა თანამდებობიდან და მის შემდეგაც ირკვევა და დაგვიდასტურეს ეს კიდე სასამართლოდან წასულმა უკვე ემიგრანტებმა, რომ ნამდვილად ამ საკითხს ამ кейსს ესე ვთქვათ უკავშირდებოდა ქალბატონ ნინოს გადადგომა და ვითხოვდი კომისიის შექმნას, რომ საეკლესიო თვალსაზრისით განხილულიყო საკითხი დაუშვათ, რომელიც ეხებოდა უდანაშაულო მღვდლის, ახლა ციანიძე როცა ვსაუბრობ, ფაქტია, რომ არ არსებული ციანიდით, ანუ ფიზიკურად არც ყოფილა და ვერც იპოვეს, რომ ამ ექსპერტიზა რამე ჩადებული ნივთი ჩასადებადაც კი ვერ იპოვეს ფაქტიურად და გამოდის, რომ ციანიდის შემცველი საქმეში ციანიდი არ არსებობდა და ციანიდი აი ახლა გაგვახსენდა ზუსტად. თურმე ესე იგი წლებია ციანიდის შემცველი ნივთიერებით თელს ახალგაზრდობას, საზოგადოებას, ახალგაზრდებს, რა ვიცი, ქვეყანას ფაქტიურად თურმე წამლავდნენ და რაღაცა საერთაშორისო ნორმებითაც კი სავარაუდო ძალიან დიდ დანაშაულს ჩადიოდნენ. და როცა ამას ვითხოვდი, მაშინაც ჩავარდა სინოდი სადღაც 1 წელი არ შეიკრიბა და ნუ გამოვედი ინიციატივით, ესე იგი ბერძნულ სამყაროში არის, რომ სინოდის წევრების დაუშვათ 1/13 თუ შეიკრიბება და მოითხოვს, რომ სინოდს პატრიარქმა უნდა დანიშნოს დებულების თანახმად, მაგრამ თუ პატრიარქი არ ნიშნავს სინოდს და დაგროვილია საკითხები, საჭირბოროტო, რომელიც განხილვას მოითხოვს და რომელიც გარეთ სასურველია რომ არ გავიდეს და სააჯარო ეთერებში ესე იგი არ წყდებოდეს, მაშინ ესე იგი ვალდებულია პატრიარქი, რომ სინოდი ჩანიშნოს 1/13 მღვდელმთავართა რაოდენობის მოთხოვნით. ამ ინიციატივით გამოვედი, რაც ჩვენთან დებულებაში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ძალიან მარტივად შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მიღება, რომ რადგან პატრიარქი არ იწევს, ეხლა მღვდელმთავრებს დაუკავშირდეთ და კითხოთ, რომ რატო არ იკრიბებით, იტყვიან, რომ პატრიარქი, მაგრამ ხედავთ, რომ ეს პატრიარქი უნაროა, არ ნიშნავს, მაშინ შენ რას წარმოადგენს სინოდის წევრი რო ხარ. მე მხოლოდ ამიტომ, როცა მეუნებოდნენ, რომ გაჩერდი და ისჯები და ასე შემდეგ, რომ მე ვარ სინოდის წევრი და მე ამ პასუხისგებლობას ვერ გავექცევი. ხო, ახლა სინოდის გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, თუ კი მღვდელმოქმედებას უჩერებენ მაგალითად კონკრეტულ ადამიანს და ადანაშაულებენ იმაში, რაში ძალიან მარტივია, ხა დასჯა იქ დასჯადი არის მხოლოდ კითხვით. წითელი ხაზები არის პირადად ცრუ პატრიარქის კრიტიკა და მხილება, აი ეს არის ესე იგი წითელი ხაზები და მისი მდივან რეფერენდის ქალბატონის, რომელიც დე ფაქტო ჭრილოვანი მართველია და რომელიც ეხლა უფრო კარგ, უფრო კომფორტულ მდგომარეობაშია. თუ ადრე როგორც თვითონ ამბობდნენ და პატრიარქის ამას ამბობდა, რომ შორენა არის ჩემი ესე ვთქვათ მეხამრიდიო, ნუ ეს წლების წინ. ეხლა შიომუჯირი გახდა და ჯაღნაძე მისი მეხამრიდიო. შვილის არც ერთი განცხადების ადრესატი არ ყოფილა, თუ გავიხსენებთ, არც შორენა და მაგას ვამბობ, ანუ მაგას ვამბობ, არქიმანდრი დოროთეს ეს ფაქტიურად წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს, ახლა ამით რამდენად სწორად და მართებულად იქცევა, მე რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, ახლა სახარებაში უფალი ბრძანებს, მოციქულებს ეუნება, რომ თქვენი სიმართლე თუ არ აღემატება ფარისეველთა და მწიგნობართა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სათასასუფეველში. ჩვენი მიზანი ქრისტიანებისა, ბერებისა მით უმეტეს, რომელსაც თავი ქრისტეს შევწირეთ, ჩვენი მიზანი სათასასუფეველია, მარადიული ბედნიერებაა და არა მიწიერი დაუშვათ დიდება. მაშინ ამ შემთხვევაში რა გახდა წითელი ხაზი? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საქმე გვაქვს ხელისუფლებო დაკვეთასთან. ხელისუფლების დაკვეთასთან, ანუ მას ეს წითელი ხაზები კიდე გეუბნები, არ ვამართლებ ამ ნაწილში. არ ვამართლებ, რომ პატრიარქს არ ახსენებს და კიდე ერთხელ ამბობ, სრული მთელი პასუხისგებლობა, რაც ეკლესიაში დღეს ხდება, რა გარემოცვაც შექმნა მან, ესე იგი არის, რა თქმა უნდა, პატრიარქად წოდებული ილია ირაკლი შიოლაშვილი. რა თქმა უნდა, ის არის ამ ყველა ის სისტემა, ჯერ ერთი შიომუჯირის უკანონოდ დანიშნა და მოსახდრად გამოცხადება, მაშინ როცა თვითონ უნდა გადამდგარიყო, თუ დანიშნა და 2018-ში გვითხრა 18-ის გაზაფხულის სინოდის ხთომაზე, რომ როდესაც ეს პრეტენზია ერთმა მღვდელმთავარმა გააჟღერა და მეც ვთქვი, რომ არასწორია, მაცალე ცოტა ხანი და გადავდგებიო. ხო, აი ეს რაზე მიუთითებს? აი პატრიარქის, აი მე პირადად გეუბნებით ჩემს აზრს და მინდა საზოგადოებამ ეს ესე იგი გულისყურით მოისმინოს. ერთადერთი ჩვენ რითაც პატრიარქის სახელით ბლანკი, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და თქვათ ესეთი ფერადი წითელი ემბლემა საპატრიარქოს იმაზე არის გამოსახული და ფაქსიმილი არის დარტყმული ან ხელმოწერა. ერთადერთი რაც უნდა ჩვენ მივიღოთ, ეს მხოლოდ უნდა იყოს
რომ მან გააკეთა განცხადება თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადადგა და დატოვა ესე იგი და მიანდო ღმერთს ახალი პატრიარქის არჩევა და არანაირი დაუშვათ მემკვიდრეობა, ნუ გასაგებია მოსახდრით გამოცხადების მას ანდერძის უფლება ჰქონდა, თუ ჩავთვლით ამას გაცხადებული ანდერძია, მაგრამ იქ ამდენი წელია უკვე 2017-დან 8 წელია დარღვეულია კანონიდან, ნუ ეს ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ერთადერთი რაც ჩვენ უნდა ჩავთვალოთ პატრიარქის კანონიკურ დაუშვათ საქციელად ამ ბეჭედითა და შტამპით ან ფაქსიმილით ეს უნდა იყოს მხოლოდ მისი დანარჩენი რა თქმა უნდა ფარსია ეს იყო ხელისუფლების დაკვეთა დარწმუნებული ვარ რაღაც პატარა ხალბატონო ეთქვა ცოტა ტრიუკი გაუკეთა ის ხო ბევრად დიდი გამოცდილია და ახაც მეც საბჭოთა კაკების კადრია და ამათთან შედარებით რომელიც რაღაც ნეობოლშევიკური მსოფლმხედველობით არიან და რაღაც ცდილობენ რომ ძველ საბჭოთა ხო შორინას გულისხმობს და ფაქსიმილეც მისი რა თქმა უნდა ფაქსიმილი ახლა შიო მუჯრის უბრალოდ სისულელეა და რაღაცა თავმოყარეობის არქონაა როცა რაღაცა შიო მიტროპოლიტ შიოს თუნდაც და ჯაღმაიძეს ან ბოტკო დავაბრალოთ რომ ესენი როგორც სამსახურში ისე მიდიან და მოდიან ამ საპატრიარქოში ან შეიძლება თუ არ მოინდომა ხალბატონმა დაცვამ არ შემოუშვას მათ დასახელებულმადგან არც ერთი კი ბატონო რა შეიძლება იყოს გაგრძელება შიო მუჯირს მხოლოდ თავისი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ბლანკს თუ გამოიყენებს თორე არც გააკარებს არავინ არა თუ ფაქსიმელიას აი ბლანკი რო დაჭირდეს პატრიარქის სახელით აი ამის უფლება არ აქვს დამერწმუნეთ ეს ნამდვილად და უბრალოდ ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი რომ თითქოს რაღაცა ძალაუფლება როგორც ორი რუსეთი არ არსებობს და რაღაცა კეთილი რაღაც დაჯგუფება კრემლში არ არსებობს და მახსოვს 2008 წლის შემდეგ ეს ფარისეველი მართლა კაკებეშნიკურად გვეუბნებოდა რომ იცითო ჩემთანო ერთიო პოლიტიკოსიო ჩამოვიდაო მოსკოვიდან პუტინს შეხვდაო და ესე უთქვა მაშინ ხო პრემიერ-მინისტრი იყო და ემზადებოდა შემდეგი ესე ვთქვათ პრეზიდენტებისთვის ესე უთქვამსო ეს რა შეცდომა დაუშვა მედვედევმაო ესე იგი რომ აღიარა აფხაზეთი და ცხინვალიო. ნუ ამით ესე იგი განწყობას გვიქვრი და მე რომ მივხვდი რომ თითქოს ხედავ ესე იგი პუტინის ნების garaშე მედვედევს მიუღია ეს ესე ვთქვათ გადაწყვეტილება რომ მიითვისა ტერიტორიები და მაშინ როდესაც მანამდე ხო აღიარა ტერიტორიულობას და ფაქტობრივად აღიარა. აი ესეთი ფარსია, აი ესეც ცეცხლია, თორე როგორც მოხდა თამარ 93 წელს, როცა უდანაშაულო, რომელსაც არანაირი გამტაცებლებთან და თვითმფრინავთან ფიზიკურად არ იმყოფებოდა დახრიტა საბჭოთა რეჟიმმა, იმიტომ რომ მას უნდა ერთი რომ რაღაცა ამით ჩირქი მოეცხო ეკლესიისთვის და მეორე ორგანიზატორად ესეთი გამოეყვანა რაღაც უფრო იოლი იყო მათთვის და მღვდელი უდანაშაულო მღვდელი დახრიტეს. ხმა არ ამოუღია და სინოდს როცა 2017 წელს ციანდის დროს თქვი რომ ჩვენ საბჭოთა პერიოდის ეკლესიამ და საპატრიარქო მეთქი ვერ შეძლო უდანაშაულო მღვდლის თეოდორე ჩიხლაძის დაცვა და ეხლა მაინც დავიცვათ ეს უდანაშაულო მღვდელი მეთქი და სინოდზე მისაყვედურად შენო ესო მეო რატომ აკადრეო მეო ბრეჟნევს გაუგზავნი წერილი დავუცებ დავიბენი და შევხვდით ხარ თუ ესე არ ვიცოდი და მაშინ ესე იგი მე ბოდის მოვიხდი მე გამოვედი სინოდიდან და აღმოჩნდა რომ ბრეჟნევი უკვე გარდაცვლილი ერთი წლის და ანდროპოვი მართავს თქვა ხა როგორ შეეშლებოდა მითხარი რომ ბრეჟნევს გაუგზავნა თუ ანდროპოვს და არ არსებობს არანაირი ასლი ვინმე გელაშვილს ვინც იყო უზენაესი თუ საბჭოთა რაღაც ხომ პარლამენტის საბჭოს ესე იგი თავმჯდომარის მოადგილე ანუ ვიცე-სპიკერი ვინც იყო მასზე იყო გაგზავნილი ანუ მოიტყუა ფაქტიურად აი ბოლო დღეებში როცა მოლოდინია კი ბატონო აი დაიჭერენ თუ არა დოროთე ყურაშვილს 90-იან წლებში მაგალითად რომანოზ იცის მამა დოროთეს ეცოდინება რომანოზ ჩიკობავა წალენჯიხის წინამძღვარი კაცი რომელიც უბრალოდ აპროტესტებდა და არ ეთანხმებოდა კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობას და პუჩს ესე ვთქვათ ხო მხედრიონის თარეშის დროს ვერთფრენით ესე ჩამოკიდე თოგზე ჩამოკიდებული ჩამოიყვანეს ცემატყებით გაატყაეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტყავი ქონდა გამწვალი ადამიანი გაატყავეს აწამეს უკიდურესად და შემდეგ რამდენიმე დღეში ესე იგი ეს ჯვარი მხედრიონმა ვიღაცის მეშვეობით საპატრიარქოს გაუგზავნა ეს ჯვარი და პატრიარქმა შემდეგ დაუბრუნა ამ მღვდელს მაგრამ კი არ დაიცვა ანუ არასოდეს ის რომ ჩვენ ამბობთ რომ თუნდაც პატრიარქი არასდროს პატრიარქს ხელისუფლების ზეწოლით ანუ ეს არის ის პატრიარქი რომელიც საბჭოთა პერიოდიდან თავისი კომპრომატებით ყოველთვის იმართებოდა ერთ-ერთი ზვიად გამსახურდიას დროს ეს დარჩა ერთგული კაკებესი და საბჭოთა სპეცსამსახურების და საერთოდ საბჭოთა კავშირის ესე ვთქვათ ერთგული დარჩა ერთადერთი ეს იყო როცა დაპირისპირება მოხდა ხელისუფლებასთან იმიტომ რომ ზურგი ქონდა მოსკოვიდან და ალბათ ძალიან კარგად იცოდა რომ თუ არ დათმობდა გამსახურდია რაც მოვლენდებოდა და რაც მოხდა 91 წლის დეკემბრის ამ დღეებში ავაცახსენებელი შემდეგ ესე კი ეს მოვლენები ჩვენ გვახსოვს წინააღმდეგ შემთხვევაში ის ყოველთვის ხელისუფლებისაგან როგორც საბჭოთა პერიოდში ჯერ მე
მეფის რუსეთის ზუსტი პროკურორები მართავდნენ, მე რწმუნებული, ანუ კაკებეს წარმომადგენელი რწმუნებული მართავდა. ეხლაც მოთხოვა უბრალოდ როგორც აი სწორად გამიგეთ, აი როგორც ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ვერ შეძლო 2022 წლის ნუ იქ გავრილოვის ღამე გვახსოვს ჩვენ, მაგრამ 22 წლამდე მაინც მეტნაკლებად იქ უკვე შარლ მიშელის ჩამოსვლა 20-ში და ესე ვთქვათ შერიგება და პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა, რაც მიმაჩნია რომ მაშინაც ალბათ არ იყო გამართლებული ჩემი ყოველ შემთხვევაში შეფასებით და არალეგიტიმურობა მაშინვე უნდა შერჩენილიყო პარლამენტში და მოახერხა 2022 წლამდე, მაგრამ 22 წელს უკვე უკრაინის ომმა ეს სივრცე აღარ დაუტოვა ხელისუფლებას ორმაგი სტანდარტის. ეხლა უკვე ხელისუფლებამ სივრცე აღარ დაუტოვა საპატრიარქოს ორმაგი სტანდარტის, რომ მამადოროთე არ დაესაჯათ. რა თქმა უნდა ეს არის როგორც მაშინ თითქოს ისეთი ტრიუკი ფაქტიურად გამოდის, რომ გაუკეთა ქალბატონმა კობახიძე მიიყვანა, როცა მამადოროთე იყო დაბარებული, იმ დღეს თითქოს მივიდა და პატრიარქს ოჯახი დაალოცია და მე გახადა საბაბი იმის თქმისა, რომ აი კობახიძე სპეციალურად მივიდა თურმე პატრიარქისთვის, რომ მოეთხოვა დოროთეს დაეჯარა ხა ერთი ეკლესიიდან სამებაში სადაც ის ცხოვრობდა. აი ეს არის პრობლემა, რა თქმა უნდა ეს არის ხელისუფლების დაკვეთა, რომელიც საპატრიარქომ შეასრულა და საპატრიარქო ყოველთვის რომ მოწყვლადია. ხა ძალიან მარტივ მაგალითს ავიღებ, მოვიყვან, როდესაც ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც მათ შორის იქ გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფში მონაწილეობს, 2015-16 წლებში ჩვენთან სტუმრად იყო საპატრიარქოს ტელევიზიაში და მეუბნებოდა, როცა დაიწყე კრიტიკა, რომ ესე არ შეიძლება, მე ვფიქრობ, ესე არ შეიძლება ეკლესია, აი ესე სინოდი, აი ესე უთავმოყარეოდა, არ უნდა იქცეოდეს და ეს არ არის ქრისტიანული მართლობა. გვერდზე გამიყვანა იქ მამებს თხოვა, რომ დავეტოვებინეთ მარტო და მითხრა, მკითხა, რომ მე ვფიქრობ, მე თქვენ მკითხავთო, თუ იცითო საპატრიარქოს თავარი პრობლემის შესახებო. რატო ხდება ეს ყველაფერი და რატო ვერ ვიღებთ ხმას და რატო დუმთ და რატო თუნდაც ქალბატონს აქვს ამდენი უფლება პატრიარქზე და ერზე. და თუ იცითო, მითხარითო და თუ არ იცითო, არ მკითხო რაო. ნუ საქმე იყო იმაზე, რაც ჩვენ თქვენთან ეთერში შემდეგ მომიწია ამ საქმის გაგრძელება და ამიტომ არის მოწყვლადი პატრიარქი და შესაბამისად ეს გარიმოცვა არ არსებობს არანაირი დაჯგუფება საპატრიარქოში, როგორც არ არსებობს ორი რუსეთი. დიდი მადლობა. მეუფე პეტრე ცაავა, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.